ევროპაში ცნობილი საიუველირო ბრენდის დამაარსებელს, ტიფანის ერთ-ერთ მთავარ დიზაინერს, სიმონ ელიშაკოვს საკუთარი წარმოება ისრაელიდან ისტორიულ სამშობლოში, საქართველოში გადმოაქვს. გვიან შუა დღეს ექსკლუზიური სამკაულის გამოფენით ვიწყებთ. უმაღლესი სინჯის, ოქროს და ბრილიანტის მოდელები ევროპასა და რუსეთში ოლიგარქებისთვის იქმნება. საქართველოში კი წარმოებას ვერცხლისა და ძვირფასი ქვებით შექმნილი ფილიგრანული ნამუშევრებიც ერთვის. გავიცნოთ ბრენდის სიმელი და მისი ავტორი გვიან შუა დღეში. მოგესალმებით, არაჩვეულებრივი გამოფენით ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას. სიმელი ქართულ ბაზარზე შემოდის, რეკლამის დროს ვათვალიერებდი და ყველა ნიმუში მომწონს და არ ვიცი რომელი ერთი მოვირგო და რაც თავარია ეს ყველა ნიმუში არის ექსკლუზიური, ყველაზე კარგი, ყველაზე ხარისხიანი და განსხვავებული ტექნოლოგიით დამზადებული. ამ ყველაფერზე ბუნებრივია ვისაუბრებ ჩვენ სტუმრებთან ერთად, ხო? და რაც თავარია დავათვალიერებ და მოვირგებთ არაჩვეულებრივ სამკაულებს. ერთი სული გაქვს ამაზე როდის გადაყოლ მე უკვე მივხვდი, ამიტომ მივესალმოთ ჩვენ სტუმრებს და წარვადგენ მათ. სიმონ ელიშაკოვი, ბრენდ სიმელის დამფუძნებელი, ასევე სოფოთორაძე მოდელი და სიმელის სახე, ამასთანავე და ილო მეჭარაშვილი იუველირი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობთ რომ ჩვენთან ერთად ხართ. მეც თვალი იქეთ მხარეს მეპარება, მაგრამ სანამ დავაცვალიერებ. მეც იქით მეპარება თვალი, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მიზეზი. არა სამკაულისკენ, ხო? არა სამკაულისკენ. ხო, ერთგვარი სამკაულისკენ. პირველ რიგში ალბათ ჩვენ მაყურებელს ძალიან დაინტერესებს ბრენდის ისტორია, მით უმეტეს რომ მე ვიცი პირადად რომ საკმაოდ დიდია უკვე ეს ისტორია და იმის წლებს. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ბრენდი დაახლოებით 20 წელს სითვლის უკვე დაარსდა ისრაელში. დაახლოებით 20 წლის წინ მუშაობდი ტიფანში. ეს ალბათ ყველაზე საინტერესო გამოცდილებაა ხო თქვენი საქმიანობასთან გადაწყვეტილება. დავიწყე ჩვეულებრივ და შემდეგ გადავედი დიზაინზე და გავხდი ერთ-ერთი ასე ვთქვათ ცნობილი დიზაინერი. ამის შემდეგ უკვე გადავწყვიტე ეს იყო 97 წელში. თითქმის 20 წელია უკვე 20 წელი. მე 20 წელი დაიწყო ასე ვთქვათ. გავხსენი უკვე ჩემი ფირმა და ტიფანისგან რა თქმა უნდა დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ დროთა დრო კიდევ და კიდევ უფრო შევიძინე ჩემში ჩამოყალიბდა სტილიც, ყველაფერი და ამის შედეგად მრავალი კოლექცია შევქმენი, სხვათა შორის რაც შეეხება საქართველოში მინდოდა ხშირად ჩამოსვლა იხერხდებოდა, მაგრამ ძირითადად სხვა თვალსაზრისით ჩამოყავდა ოჯახი, ისეთი ნოსტალგია და ძირითადად გასეირნების თვალსაზრისით. და ბავშვებს მინდოდა რომ გამეცნოს ჩემი ქვეყანა სად დავიბადე, სად გავიბრძარდე. მაგრამ ყოველთვის მინდოდა რომ მქონოდა გამეკეთებინა ეს წარმოება, მქონოდა რატომღაც ჩემი ხობი იყო. მაგრამ ვიცი მე მიხარია რომ დღეს შევქმენი ეს გუნდი რომელიც შემიძლია თამამად თქვა რომ მაღალკვალიფიციური ხატრებიც, დიზაინერებიც, იუველირებიც და გავაგრძელებთ. რაც შეეხება ხარისხის უმაღლეს დონეზე. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ კონკრეტულად ხარისხზე და რა თქმა უნდა კონკრეტულად ნიმუშებზე. მანამდე მაყურებელს უნდა ვუთხრათ, რომ სიმელის პრეზენტაცია ერთგვარი გუშინ მოხდა. ჩვენი გადამღებით ჯგუფიც იმყოფებოდა ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. შეგვიძლია ვნახოთ პატარა სიუჟეტი. წარმოვიდგინოთ თავი რომ იქ ვართ და შემდეგ დავუბრუნდეთ პირდაპირ ეთერში. მინდა მიულოცო დღევანდელი დღე მათი პრეზენტაცია კომპანია სიმელის. მე ხა ვერ მოგატყუებთ, მე ვიცი სიმონის ნამუშევრები ავტორის, ვინც აკეთებს ამას ყველაფერს. ისრაელში ძალიან პოპულარულია მისი ნაკეთობები. ძალიან გამიხარდა რომ საქართველოს შემოვიდნენ მორისი, სიმონი, აი ამ თავისი რაღაც არაჩვეულებრივი ნაკეთობები და მე ვფიქრობ რომ ის ხალხი ვინც ამას ნახავს ძალიან კმაყოფილი დარჩება ნამდვილად ჭეშმარიტად, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი რამდენადაც მე მესმის ძალიან კარგია, ძალიან ლამაზია, ვიზუალურად ყოველ შემთხვევაში ძალიან კაია. დღევანდელ დღეს ულოცავ სიმელის არაჩვეულებრივი ნაკეთობებია, ძალიან ლამაზი ჰაეროვანი ნაკეთობაა და დარწმუნებული ვარ რომ დიდი წარმატება იქნებათ. ძალიან ლამაზია, საერთოდ ძალიან მიხარია როცა რაღაც ახალი ბრენდი იხსნება და ძალიან დახვეწილი ნამუშევრებია.
და ის არის რაც ქალს ახარებს და ქალი უნდა გაახარო და ძალიან ხშირად. გულოცავ მართლა ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ფასი არის ძალიან კარგი, რაც თავარია და სულ პრობლემა მაქვს ხოლმე დაბადების დღეებზე რომ მიდივარ, რა ვაჩუქო, იმიტომ რომ უნდა იყოს ორიგინალურიც განსხვავების და ფასიც ნორმალური და იდეალური საშუალება არის ბავშვის კლონები, ძალიან მომეწონა. ჩემი გოგოს ასაკის ბავშვებს რომ მოერგებათ ისეთი ულამაზესი ბეჭდებია და მე ვიქნები მომხმარებელი და გირჩევთ თქვენ, საჩუქრად არის იდეალური. გულოცავ ჩემს მეგობრებს ამ არაჩვეულებრივი ბრენდის პრეზენტაციას, ძალიან დახვეწილია, ძალიან კარგია. ძალიან კარგი პრეზენტაცია და მე მაგალითად რაც გამოდის ახალი ყოველთვის ვეცნობი, ჩვენ ეს გვჭირდება, მათ ვინც ტელეეკრანზე ვართ და რავი წარმატებებს უსურვებ. და მიხარია. ქართველ ქალბატონებს ნამდვილად გვჭირდება ასეთი სამკაულები, უკვე დავიწყეთ მორგება და ილო დაგვეხმარება რომ ერთგვარი გიდობა გაგვიწიოს აი ამ ძალიან ლამაზ და ფერად სამყაროში. ჯერ პირველ რიგში მაყურებელს ვუთხრათ მერა ბეჭედი მოვირგე, რომელიც ძალიან მომწონს, არის ბრჭყვიალა და თან სადა ისე რომ ჩემი ასაკისთვისაც მე მგონი მშვენიერი იქნება მაყურებელიც ხედავს. ბატონო, ეს არის ექსკლუზიური მოდელი, როგორც ბატონმა სიმონო თქვა. დამუშავებულია ხელით, ცირკონის თვლებით და ნახევრად ძვირფასი ქვები აქვს და როდიუმი აქვს 2 მიკრონი. და დიახ. ეს არის, ანუ იმას ნიშნავს, რომ არ გადაუადვილად და არ გაშავდება. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ვერცხლის მივც როცა შევიძენთ ხოლმე, გვეშინია რომ დროთა განმავლობაში ხმარებასთან ერთად არ შეიცვალოს ფერი. ამ შემთხვევაში დაზღვევლები ვიქნებით და ბევრი წლის განმავლობაში სულ ასე იბრჭყვიალებს თქვენი სამკაული. სოფომაც არანაკლებ ლამაზი არჩევანი გააკეთა. ამის შესახებ რა სიტყვით? აი კონკრეტულად ამ ბეჭდვის. ანალოგიურად ისეც ხელით არის დამუშავებული, საკმაოდ ბევრია სამუშაო ამ ბეჭედზე და ანუ შეიძლება ითქვას რომ ხელნაკეთი არის ხო? შესაბამისად ძალიან დიდი შრომა არის გაწეული. ძალიან დიდი შრომატევადია და თვლებიც მიკროსკოპში ისმევა, ანუ როგორც ამ ბეჭედზე ისე ანალოგიურად ამ. მე სიმართლე გითხრათ თვალი მომწყვიტა ფერებმა, რომელიც განსაკუთრებით უხდება ალბათ ამ სეზონს. ხო და რატო ზამთარსაც პრინციპში, როდესაც ცოტა ნაცრისფერ დღეს შეგიძლია აი ასეთი ფერადი სამკაულებით გაიფერადო და გაიხალისო შენი ცხოვრება. როგორ ფერადდება? მე ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ვერცხლი გასაგებია, მაგრამ შემდეგ უკვე გაფერადება და გალამაზება ამ ყოველთვის რა ტექნიკით ხდება? შეგვიძლია კონკრეტული ნიმუშების საფუძველზე ვისაუბროთ, რომელს გამოარჩევთ მაშინ. მაგალითად ეს არის მინანქარი, ხო? ეს არის ცივი მინანქარი, რომელიც ხელით იხატება. და ეს ძალიან შრომატევადია. ეს არის რაღაცა ცოტა განსხვავებული, უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი, ხო? უახლესი ტექნოლოგია. შეიძლება ესეც მოვირგო. რახან ასეთი შანსი მაქვს, როგორ გავუშვა ხელით. და ჩვენ ბატონ სიმონსაც ვკითხოთ, ზოგადად როგორ შეირჩა ის მოდელები და ის ხაზი, რომელიც საქართველოში იქნება წარმოდგენილი, იმიტომ რომ განსხვავდება იმ ხაზისგან, რომელიც არის სხვაგან, ხო? კი, რა თქმა უნდა. მორგებულია ჩვენზე ასე. რაც შეეხება მინანქარს, ანუ სხვათა შორის დიდი დრო დამჭირდა ამის შერჩევაშიც, ეს არის იტალიური მინანქარი, რომელიც ერთადერთია, რომელიც ხელით მოხატვის, ანუ საშუალებას იძლევა. ცხელ მინანქარს აქვს სხვა თვისებები, ცივ მინანქარს სხვა თვისებები. ეს არის არც ცხელია, არც ცივი, ანუ გამოწვა ხდება 90 გრადუსზე. და ხელით მოხატვის საშუალებას იძლევა. ნუ თქვენ თვითონ შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად ცოტა ხანში ადგილს საკუთავს. თავი კიდე ისაა, იცი რა, რაღაცა ფერიც განსხვავებულია. ფერიც განსხვავებულია. მინანქრის ბევრი ნიმუში გვინახავს, მაგრამ მოვიდე გაჩვენოთ. მოდი, მაინტერესებს. და რაც უმთავრესია, ორი ერთნაირი არ არსებობს. აი ნახე რა თქმა უნდა. ექსკლუზიურია თითოეული ნიმუში. ყველა ნიმუში არის ექსკლუზიური. ანუ ხატავს, მხატვრები ხატავენ, გოგონა ყავს არაჩვეულებრივი მხატვარი, მაია, რომელიც ყველა მოდელს, ანუ ყველა ეს კიდევ უფრო ძვირფას ხდება. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და ლამაზია. ასევე აუცილებლად უნდა ვთქვათ, ჩვენ მართალია ბეჭდები მოვირგეთ, მაგრამ ყელსაბამები, რომელმაც არ შეიძლება რომ თქვენი ყურადღება არ მიიქციოს, ხო? მაგალითად, აი ხო ფიქრობდით სიუჟეტის მსვლელობის დროს, სოფოს რომელ ყელსაბამს მოვარგებთ და ილო მარჩევანი შეაჩერა აი ამაზე, მაყურებელიც ახლა ნახავს, ბუნებრივია მე არ შეგეშლით ხელს რომ სოფო მოირგოს და ამასობაში სოფოსაც ვკითხოთ. ალბათ, როდესაც ასეთი
ჭყუიალა ბრენდის წარმომადგენელი და სახე ხარ, ეს რაღაცა სხვა შეგრძნებაა, ხო? იმიტომ რომ ფაქტობრივად რეკლამას უკეთებ არაჩვეულებრივ პროდუქციას. კი, ძალიან სასიამოვნოა, რომ მე ვუკეთებ რეკლამასთან პირველია მაინც საქართველოში, ანუ ეხლა შემოვიდა ახალია, ეს ტექნოლოგიაც ახალია, ამდენი ანუ თვითონ დიზაინი ისეთია, რომ ჯერ არ ყოფილა, ანუ მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში. ხო, განსხვავებულია. ხარისხიანია და ძალიან მიხარია, რომ მე ვარ ბრენდის სახე. მოირგეთ თუ შეიძლება ეს ყელსაბამი. ძალიან მნიშვნელოვანი რომ ექსკლუზიურია, თითოეული მხატვრის გაკეთებულია, ეს კიდევ უფრო ძვირფას ნიმუშებს რა. იმისთვის რომ ქართულ ბაზარზე შემოსულიყო ბრენდის სიმელი, ბუნებრივია ბევრი ფაქტორის გათვალისწინება გიწევთ, ხო? თუნდაც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ალბათ რაღაც შეღავათებზე წასვლაც იყო საჭირო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ზოგადად დაახლოებით 6 თვის წინ დავგეგმე რომ ვერცხლში გამომეშვა ანუ პროდუქცია. აქამდე რაც ისრაელშიც ვქნიდი, მქონდა რუსეთშიც მქონდა ანუ ჩემი წარმოება, უბრალოდ ანუ ოქროში და ბრილიანტში. даже პლატინაშიც 90% ტიფანის იზელები სულ პლატინაში იქნებოდა. თანამშრომლობდით კიდეც და ჩემგანაც გახკონდა ტიფანს თავის სახელით უწერდი. არა მარტო ტიფანს, სხვადასხვა იმათ, მაგრამ ну საქართველოსგან გამომდინარე და მიუხედავად დღევანდელი ანუ გლობალური კრიზისიდან გამომდინარე, მე თვითონაც ამჯობინე რომ ვერცხლში უფრო მასიურად ხელმისაწვდომიც იქნებოდა ქართველი მომხმარე. არა მარტო საქართველოსთვის, ეს ამ პროდუქციას გავიტანთ საზღვარგარეთაც. ეს უბრალოდ საქართველოსთვის ის მიხარია, რომ ხელშესაწვდომი ფასები იქნება, კონკურენტუნარიანი ვიქნებით, რომ აქ მზადდება. ესაა მთავარი უმთავრესი, ჩვენ საქართველოში ვამზადებთ ამას. კი. რაც შეეხება მე მინდა თქვა, რომ საქართველოს არა მარტო სიმღერაში და ცეკვაშია ნომერ პირველი სოფლიოში, ასევე დიდი ხელოვანი ხალხი აქვს და მე მიყვარს. ანუ ეს გუნდის შექმნა არის ჩემთვის უმთავრესი იყო. კიდევ ყველა ბევრი კრიტერიუმები მაგალითად ურთიერთ გაგება, სადაც გავიზარდე, სადაც დავიბადე, ხო სხვა არის და თითქოს აი სხვა სიხარულით, სხვა გულით ვაკეთებ და აი მე მომწონს ფაქტი სახეზია. აქ რაც ხდება, არაფერი ერთი ბეჭედიც არ არის ისრაელიდან ჩამოტანილი, ყველაფერი საქართველოსია შექმნილი. მნიშვნელოვანი რაღაცა თუ მინდა კითხე. ერთს ვიკითხავ და მე დასვი მაშინ შეშეკითხო. მე მართალია ვერცხლი უფრო მიყვარს ჩემი ასაკიდან და გემოვნებიდან გამომდინარე, მაგრამ შეიძლება ყავს მაყურებელი, ვისაც ზუსტად ოქროში და ბრილიანტში შესრულებული ნამუშევარი უნდა. მათ შეეძლებათ, რომ თბილისში მოვიდნენ თქვენ მაღაზიაში და თქვენ შეუყვეთონ და სად უნდა მოვიდნენ თუ ეს ეგეც გავითვალისწინეთ, სხვათა შორის ჩვენ გვექნება ორი მიმართულება. მაღაზიას ხსნით, ვაკეთებთ უკვე რამოდენიმე დღეში გაიხსნება თბილისი მოლში და სასტუმრო ამბასადორში. ექსკლუზიური უფრო ისეთი ექსკლუზიური მოდელები იქნება ამბასადორში, სასტუმრო ამბასადორში და გვეყოლება ჩვენი დიზაინერ, ანუ 3D ფორმატში რო შეუძლია, ანუ თუ ვინმეს ექსკლუზიური შეკვეთა დასჭირდება, ეს არა აქვს მნიშვნელობა ოქროში. მაგალითად, არ უკეთო ნოტის საფურე. არანაირი პრობლემა, თუნდაც პლატინაში, არანაირი პრობლემა. ბრილიანტებით გაიკეთე. ექსკლუზიურად შეიქმნება ინდივიდუალური რასაც მომხმარებელი მოითხოვს. გაჩვენებენ 3D ვერსიას და შემდეგ უკვე შექმნიან აი ეს ამტყას უყურებ და როგორ ხდება სამკაული. და მე ვიცი რომ სიმელის პროდუქციას ყავს ძალიან გამორჩეული და ცნობილი მფლობელები, ხო? ისინი ადამიანები, ვინც აქტიურად იყენებენ სწორედ ამ ბრენდს და ამ სამკაულებს. ვინ არიან ეს ადამიანები? ну, ძირითადად ისრაელში ვინც როგორ ვთქვა ხა ისეთ ჩამითვლით, მაგრამ ძირითადად რუსეთიდან ვინც ჩამოდიოდნენ ეს თუნდაც ფილიპ კირკოროვი, ეგეთი ცნობილი ადამიანები, იქ გვაქვს ჩვენ მაღაზია, რომელიც თითქმის 90% ჩვენ მაღაზიაში იძენს ყველაფერს. ძალიან ბევრი ცნობილი ხალხიც და რა ვიცი როგორ თქვა,
როგორც ძალიან ლამაზია ხარ, რასაც ეკრანზე ვუყურებ, მართლა განსხვავებულია, ხო, ნამდვილად და ეთქობა რომ ექსკლუზიურია და არ არის სერიული წარმოშობის შესაბამისად ჩვენ თუ გვეკეთია ის იმას შორის რომ მხოლოდ ჩვენ ვირგებთ ამ არაჩვეულებრივი დიზაინის სამკაულებს. და როგორც მივხვდი ქართველი მომხმარებელიც განსაკუთრებულად ელოდება, იმიტომ რომ სიუჟეტიდანაც შევიტყვეთ რომ მათ ძალიან ბევრი იციან სიმელის ბრენდის შესახებ და ისინი სწორედაც რომ ელოდებიან უკვე მაღაზიის გახსნას და თქვენი მიზანიც ერთ-ერთი ძალიან საინტერესო რომ საქართველოს ფარგლებს გასცდეს და ისევ საქართველოს სახელით ბუნებრივია. საქართველოს დამზადებული პროდუქტი საზღვარგარეთაც გაიყიდა. ზუსტად ეგაა მთავარი რომ ანუ ჩვენ ვაპირებთ სოფლიო მასშტაბით მინდა ეს როგორც არ დავასახელებ რამოდენიმე ბრენდი არის ძალიან ცნობილი ვერცხლის სამკაულებს ვინც ამზადებს დაახლოებით ერთი ნაბიჯი წინ წავალ მაგას კვირდებით და კიდე რა მაინტერესებდა იუველირები ისრაელიდან ძალიან ჩამოსული და ქართველი იუველირებიც მუშაობენ არა იუველირი მე თვითონ ფაქტიურად ჩემ წარმოებაში ხო არასდროს არ მიყვანია და უშუალოდ სხვა ბრენდის ან სხვა იმიტომ ჩემთვის უნიშნელოვანესია რომ მე თვითონ ვასწავლო ეს ექსკლუზიურობა 6 თვიანი თითქმის კურსივით ყველამ გაიარა მიუხედავად იმისა თუნდაც სხვა ბრენდში მუშაობდა მე ხა შეურაცხყოფას არავის მივაყენებ მაგრამ ჩემთან მაინც გადაკვალიფიკაცია დასჭირდება ყველა ვარიანტში რომ დაჯდეს იმ სტანდარტებში ჩაჯდეს, რასაც უყურებ ძალიან ლამაზია მართლა ყველა. იგი სამკაულები. მე ყველაზე მეტად კიდევ ის მომწონს და უკვე აღნიშნე და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ყველა გემოვნების და ყველა ასაკის ქალბატონისთვის არის თითქოს გათვლილი, ხო? დიახ, მიუხედავად იმისა რომ 80% ქალბატონებზეა გათვლილი, არ გამოვაკელით, ანუ ბავშვების კოლექციაც გვაქვს, მამაკაცების კოლექციაც გვაქვს და მიუხედავად იმისა რომ ეს ჩვენთვის საერთოდ სიახლე იყო ჩვენ ვაკეთებთ კიდე თითფერის სუვენირებს მოოქროვილს ეს უნიკალური მეთოდია ხო ეს ეს რაღაც ჰობია კიდე ახალი სიახლეა ჩემთვის ყოველთვის მიყვარს რაღაცის დამატება და ვაკეთებთ სხვათა შორის თქვენ სტუდიაში მე ვიცი რომ როგორ თქვა, ანუ ლომი არის სიძლიერის სიმბოლო. თქვენ ტელევიზიას ეჭვიც არ მეპარება რომ ძალიან ძლიერი ტელევიზია ხარ და ერთი თუ შეიძლება საჩუქარი საჩუქარი ყველაზე კარგი განწყობაზე გვაყენებს როგორც კი ნამდვილად სანამ საჩუქარი შემოვა მანამდე უკვე საჩუქარია თვითონ აი ამას რასაც ვხედავ სტუდიაში ჩვენთან ისე გაალამაზა და სიბრწყინვალე შემატა ამ ყველაფერმა ჩვენ სტუდიას რომ ხო რაღაცა სხვანაირად განსაკუთრებულად დავიწყეთ განწყობა შემეცვალა აბსოლუტურად კი ნამდვილად წარმოიდგინეთ ჩვენ როგორ შეგვეცვალა იმიტომ რომ რაც წარმოდგენელია ხო ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან ეს ყველაფერი ნამდვილად რაიმე ძალიან დიდი მადლობა ამ სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის აუცილებლად საჩუქრად კი ნამდვილად ჩვენ საჩუქარი უკვე მივიღეთ და თქვენ მოგეწოდეთ ინფორმაცია სად შეგიძლიათ რომ იდეალური საჩუქრები იპოვოთ თქვენ რაც შეეხება ქალბატონებს გუშინ გახსნაზე რა პრეზენტაციაზე ანუ დარიგდა ვაუჩერები რომლებიც მოლში მიბრძანდება ყველა ქალბატონი ვინც იყო იქ და თქვენს ყველა ქალბატონს საქმის მუშაობთ და მოგეცემათ იგივე ვაუჩერები მიხვალთ იქ და ჩემი პრინციპია რომ ქართველმა ლამაზმანებმა და ჩემმა სამკაულებმა ერთმანეთი დაამშვიდობენ მშვენიერი ფანტასტიკური ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის წარმატებები მინდა ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ არ მინდა ამ ულამაზეს ნივთებთან განშორება, მაგრამ სხვა გზა არის რეკლამა და მაგაზე იფიქრე და ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ. მადლობა.